99% ეშლება, როდის აქვს სისტემას უამრავი ამონახსნი, როდის ერთადერთი და როდის საერთოდ არ აქვს ამონახსნი. ნახეთ, როგორი მარტივია, მხოლოდ და მხოლოდ პეცეც უნდა ხრიკი უნდა დაიმახსოვროთ, რომელიც პირდაპირ გასწავლით როგორ გასცეთ სწორი პასუხი. პირველ შემთხვევაში რა გვაქვს მოცემული 2x - 4y თუ უდრის 3-ს, 6x - 12y უდრის 9-ს, რა მოხდა? 2 იყო და 6 გახდა, ხო ნახე 2 მე-6, 4 იყო 12 გახდა, 4 მე-12 უნდა უდრიდეს 3 იყო 9 გახდა. თუ ერთმანეთის ტოლი იქნება, მაშინ გვაქვს უამრავი ამონახსნი. 2 რო იყო და ეხლა 6 გახდა, რა მოხდა? ეს ყველაფერი 3-ჯერ გადიდდა. თუ მე ამას 3-ჯერ გავადიდებ, მაშინ აქაც 3-ჯერ უნდა გავადიდო, აქაც 3-ჯერ უნდა გავადიდო და ეს ნიშანიც უცვლელად უნდა ჩამოვიტანო. 2 იყო 3-ჯერ გავადიდე, 6 მივიღე, 4 იყო 3-ჯერ გავადიდე, 12 მივიღე, 3 იყო 3-ჯერ გავადიდე, 9 მივიღე. რადგან ყველა პირობა შესულდა, ასე დროს გვაქვს უამრავი ამონახსნი. ერთადერთი ამონახსნი გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ესენი ერთმანეთის ტოლი არ არის და აქ გვაქვს ერთმანეთის ტოლი. ნახე, 2 იყო, ეხლა 6 გახდა. ესე იგი რა მოხდა? 3-ჯერ გადიდდა. 3-ჯერ გადიდდა. 4 იყო 8 გახდა. აქ ხომ 2-ჯერ გადიდდა. ეს ხომ ერთმანეთის ტოლი არ იქნება, ამიტომ არის გადახაზული. 4 მერვედი. ეს თუ არ არის ერთმანეთის ტოლი, ეს შეიძლება იყოს ერთმანეთის ტოლი, შეიძლება არ იყოს ერთმანეთის ტოლი და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს მხოლოდ ერთადერთი ამონახსნი გვაქვს, მაგრამ როდესაც ესენი ერთმანეთის ტოლია, მაგრამ ეს აღარ არის ამისი ტოლი, ასე დროს საერთოდ არ გვაქვს ამონახსნი. ნახე რა შემთხვევაში 2 იყო 6 გახდა 3-ჯერ გადიდდა, 4 იყო 12 იყო გახდა 3-ჯერ გადიდდა, 3 იყო 6 გახდა, აქ 2-ჯერ გადიდდა. ესენი ერთმანეთის ტოლია, ეს აღარ არის ერთმანეთის ტოლი. ეს თუ ერთმანეთის ტოლია და ეს აღარ არის მისი ტოლი, ასეთ დროს საერთოდ არ აქვს ამონახსნი. აი ეს სამი წესი დავიმახსოვრეთ. თუ ყველაფერი ერთმანეთის ტოლია, უამრავი ამონახსნი გვაქვს, თუ პირველი ტოლობა ირღვევა და არ არის სწორი, მეორეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი ამონახსნი ექნება, მაგრამ თუ პირველი ტოლია და მეორე ტოლობა არ არის სწორი, ასეთ დროს საერთოდ არ გვაქვს ამონახსნი. ძირითადად აი ეს ორი შემთხვევა ეშლებათ ხოლმე ერთმანეთში და თუ ამ ვიდეოს დაკვირვებით მოусვენ, დარწმუნებული ვარ, რომ აღარასოდეს აღარ შეგეშლება და ყოველთვის განასხვავებ, როდის აქვს უამრავი ამონახსნი, როდის ერთადერთი და როდის საერთოდ არ აქვს ამონახსნი. თუ მოგეწონა ვიდეო, გაუზიარე მეგობრებსაც. შეინახე ეს ვიდეო, რომ არ დაგავიწყდეს და ყოველთვის იპოვოს სწორი პასუხი ძალიან მარტივად.